სამედიცინო კორპორაცია AVEX-მა სამცხეში ახალი რეფერალური ჰოსპიტალი გახსნა. სამედიცინო ცენტრები მომხმარებელს ახალი ინფრასტრუქტურით, განახლებული სამედიცინო ინვენტარითა და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებით მოემსახურება. რეგიონში, ახალციხეში მიეწოდება ისეთი სერვისები, რაც აქამდე არ მიეწოდებოდა რეგიონში მოსახლეობას და ხდებოდა ძალიან დიდი გადინება. ესეთი სერვისები, მაგალითად ნეიროქირურგიული, ნევროლოგიური პაციენტების გადინება ხდებოდა ძალიან ხშირად, ტრავმატოლოგიური ოპერაციები, თუნდაც გეგმიური უკვე მიმდინარეობს და საკმაოდ ბევრი ახალი სერვისი, რომელიც ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი პრობლემა იყო ზოგადად სამცხის რეგიონში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ეს პრობლემა მოგვარებულია და რა თქმა უნდა კიდე განვაგრძობთ უფრო მეტად განვითარებას და ახალი სერვისების დანერგვას ამ რეგიონში. საშუალებას გვაძლევს ეს ცენტრები, რომ მოხდეს მაქსიმალურად ყველანაირ დეტალში პაციენტის კვლევა, ის ფაქტორი, რომ მაქსიმალურად მოხდეს პაციენტის მობილიზება. გვაქვს მაღალტექნოლოგიური კვლევები, ისეთი როგორიც არის მაგალითად კომპიუტერული ტომოგრაფია, რის გამოც აქამდე იყო ისე, რომ ხდებოდა ძირითად ფაქტორში ესე ვთქვათ, მძიმე პაციენტების გადინება. ძირითად შემთხვევაში ხდება ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება და ყავს კიდევ მოწვეული სპეციალისტები. ძირითად შემთხვევაში ეს არის რეანიმაციაში ყავს მოწვეული სპეციალისტი, ტრავმატოლოგი ყავს მოწვეული სპეციალისტი, ყავს რიგი სპეციალისტების, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ ჩვენივე ხარჯებით. და ეს პროცესი გრძელდება, არ არის ეს პროცესი ერთჯერადი და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რეგიონის მასშტაბით ჩვენი ექიმების მუდმივ მზდაზე ვიზრუნოთ. ამ ეტაპზე ყავს 200-ზე მეტი თანამშრომელი. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრია და მოსახლეობას როგორც თერაპიული, ისე ქირურგიულ, პედიატრიულ და გინეკოლოგიურ სერვისებს თავაზობს. ცენტრი 70 საწოლზეა გათვლილი, სადაც ყოველწლიურად სამედიცინო მომსახურებას 38,000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს. პრობლემა წარმოადგენდა თუ რაიმე აწუხებდა ჩვენს მოსახლეობას, მიდიოდნენ თბილისში, ზოგ შემთხვევაში გორის ჰოსპიტალში გადიოდნენ მკურნალობას და აღნიშნული საავადმყოფოს რეაბილიტაცია გახსნის შემდგომ უკვე ეს პრობლემები აღარ ექნებათ მას და უკვე ლოკალურად რეგიონში მოხდება მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. დღესვე კორპორაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალციხის შემდეგ ასპინძის ახლად გახსნილი ჰოსპიტალიც მოინახულეს. განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი სამედიცინო ცენტრით აღჭურვილი ასპინძის სამედიცინო ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას ყველა სახის ამბულატორიულ მომსახურებასთან ერთად სტაციონალური სერვისის მაღალ სპექტრს მიაწვდის. ჰოსპიტალი მოსახლეობას თავაზობს სრულ პაკეტს, როგორც გადაუდებელ, ასევე გეგმიური ამბულატორიული სერვისებით და აგრეთვე სტაციონარულ თერაპიულ პროფილს. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილი არის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მოსახლეობისათვის მიწავდებულ სერვისებს. ინფრასტრუქტურა სრულყოფილად არის მოწესრიგებული, ისე რომ დღეისათვის ასპინძის რაიონის მოსახლეობას მიეწოდება სრულყოფილი სამედიცინო სერვისები. სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კორპორაციამ რეგიონში არსებული მცირე ზომის კლინიკების რეაბილიტაციაც დაასრულა. ახალციხისა და ასპინძის მოსახლეობას საშუალება ექნება რეგიონიდან გასვლად მიიღოს ყველა სახის სამედიცინო დახმარება.